დედოფლის წყაროსში ირიგაციის მომსახურების ახალ ტარიფებსა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდეს. შეხვედრაზე ირიგაციის სისტემის ეფექტიანი მართვის საკითხები და სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მხარეებმა იმსჯელეს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე. გავაცანით ის სიახლეები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის პერიოდში, ასევე გავაცანით სუბსიდირების მიმართულება ირიგაციის თვალსაზრისით, გავაცანით ტარიფების შესახებ ინფორმაცია, ის გეგმები, რომელიც საქართველოს მელიორაცია გეგმავს 2026 წლისათვის. ჩვენ უკვე ვიმკით ამ დადებით შედეგებს და ის სიახლეები, ის ტარიფები, ის მიდგომები, რომელიც გეგმა და დაინერგა და ინერგება 2026 წლიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან დადებითად წაადგება. წელს ჩვენთან ახალი სატუმბო სადგური კეთდება და დამთავრებულია უკვე რაღაც გატესტვის ფაზაში. მომავლიდან აშენდება, გაკეთდება შიდა ქსელების რეაბილიტაცია, რომელიც გაანახევრებს დროსაც და ხარჯებსაც მორწყვისას.